მოვამზადოთ ქათამი თაფლში, სოიოს соуში და ნიორში. ვისაც უყვარს აზიური გემოები, მას ძალიან მოეწონება ეს. გავრეცხოთ ფილე, კარგად გავამშრალოთ და შემდეგ დავამატოთ სუნელები. ახლა მოვამზადოთ ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ამ კერძშია, соуსი. 7 კოს სოიოს соус დავუმატოთ 2 კბილი ნიორი დაახლოებით და 3 სუფრის კოვზი თაფლი. შემდეგ ავურიოთ ეს ინგრედიენტები კარგად. დავამატოთ ცოტა წყალი. 2-3 ხანი სანამ კარგად არ გაიხსნება. შემდეგ ცალკე 1 ჩაის კოვს სახამებელს დავამატოთ ცივი წყალი 2 კოვზი და 2 სანამ კარგად არ გაიხსნება. ეს გვჭირდება იმისთვის, რომ უფრო კარგი ბლანტი соуსი მივიღოთ შემდეგ უკვე. გემოვნებით დავამატოთ соуს სეზამის მარცვლები და შემდეგ უკვე მზაკერცაც მოვაყაროთ. გვინდა თეთრი, გვინდა შავი, ეს უკვე გემოვნების ამბავი. შემდეგ ეს ჩვენი დამარინადებული ფილე შევწვათ ცხელ ტაფაზე, მოვაწყოთ ზეითუნის ზეთი და ორივე მხრიდან კარგად დავბრაზოთ. დღესაც ორივე მხრიდან დაიბრაზება. შემდეგ უკვე ვამატებთ ჩვენ соуს. მე არ მომეწონა რაღაც ფერი და დავამატე მეორე სოიოს соуსი, რომელიც უფრო მუქი ფერის არის, რადგან უფრო კარგი ფერი მიიღო. ვურიოთ თან соуს, რომ არ დაიწვას, უნდა წამოდუღდეს და გასქელდეს. შემდეგ ეს соуსი ზედ ვასხათ ფილეს, რათა კარგად გაუჯდეს გემოები და შევიდეს შიგნით კარგად. როცა ასეთ კარგ ოქროსფერ ფერს მიიღებს соуსი, მოვაყაროთ სეზამი და გადმოვიღოთ თეფშზე. შეგვიძლია სერვირება გავუკეთოთ ნებისმიერი სახის მწვანილით, რაც თქვენ გიყვართ. მთლიანად არის გამჯდარი соуსი შიგნით, ძალიან გემრიელი და უცხო არომატის კერძია ნამდვილად. და აუცილებლად იმასაც ვიტყვი, რომ ყველა გემოვნების ადამიანს ნამდვილად არ მოეწონება, ვისაც უყვარს თაფლით მომზადებული კერძები, ვისაც უყვარს უფრო მეტად აზიური კერძები, მას კი ნამდვილად მოეწონება. ვფიქრობ, გარნიერად ძალიან მოუხდება ბრინჯი. აქ ახლა ვაყრი დაღერღილ წიწაკას, რადგან ჩემ მეუღლეს უფრო ცხარე მოსწონს, ამიტომ ზემოდან მოვაყარე წიწაკა.